ძლებს სიარეს, ანთებს შუქს, რთავს ფონოგრაფს, მუსიკა! ცნობილი ქართველი პიანისტი ეთერ ანჯაფარიძე უცხოეთში მოღვაწეობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან რამდენიმე საღამო გამართა მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის ბავშვებთან ერთად. ფრანგული ზღაპრები ბავშვებმა ქალბატონი ეთერის დახმარებით რუსთაველის თეატრის სცენაზე გააცოცხლეს. საღამოებში მონაწილეობას თეატრის მსახიობებიც იღებდნენ. სპექტაკლის განხორციელების იდეა მოდის ეთერისგან სხვათა შორის და ეს იყო 3 წლის წინ. თქვენ წარმოედგინეთ, რომ მე იმ თვითონს დავთანხმდი. გასაკვირია, მაგრამ დავთანხმდი. და უნდა გითხრათ, რომ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ამან. განსაკუთრებით პირველად ეს მეორდება ახლა. 2 წლის წინ იყო პრემიერა. ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, ჩვენი სტუდიისთვის და ბავშვებისთვის თავისთავად. უდიდესი ბედნიერება, როდესაც იზრდებიან ასეთი მუსიკით. ბავშვების სპექტაკლში მონაწილეობა იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ცოცხალია. მოითხოვს იმპროვიზაციას, მე არასდროს არ ხდება ის, რომ თქვათ შენ საქმეს აკეთებ მარტო. იმათზე ხარ დამოკიდებული და დამხმარე ხარ პრინციპში. ქალბატონი ეთერის ინიციატივით მოხდა ეს, რომ გამოთქვა საერთოდ სურვილი ესეთ პატარა ბავშვებთან ეურთიერთა, მათთვის დაეკრა და ბავშვები ჩაეძირა ამ საოცარ ხმოვანებაში. მუსიკას ისედაც უსმენენ ყველა შემთხვევაში, მაგრამ აი ეს რას ნიშნავს სოციალური შესრულება და ასეთი ხარისხის შესრულება, ამის მოსმენის საშუალება ბევრს არ აქვს, ამ ბავშვებს აქვთ. ეთერ ანჯაფარიძე მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე სოლო და კამერული პროგრამებით გამოდის. არის მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი. თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან. აღსანიშნავია, რომ ის არის პირველი საბჭოთა პიანისტი, რომელმაც მონრეალის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. ჩემი ბოლო ატაცება არის სკრიაბინის ნაწარმოების პროგრამა, რომელიც მე შევადგინე, ეს არის სოლო საფორტეპიანო მუსიკა სკრიაბინისა, მხატვრულ თეატრალურ განათებასთან ერთად. ვისთანაც ერთად მე ეს გავაკეთე, არის მსოფლიოში ცნობილი განათების დიზაინერი ჯენიფერ ტიპტონი, რომელსაც უმუშავია ბალანჩინთან, ჯერომ რობინსთან და ბარიშნიკოვთან და პიტერ ბრუკთან და რაღაც არაჩვეულებრივ დიდ რეჟისორებთან. ამჯერად საქართველოში ჩამოვედი პირადული ოჯახური მიზეზების გამო და ისე მოხდა, რომ გადავწყვიტეთ, რომ დავამტყუეთ რამოდენიმე პროფესიული მომენტიც და ეს არის პირველი მათგანი, აი გამოსვლა და გამეორება იმ ჩვენი სპექტაკლისა, რომელიც მაკა მახარაძის სტუდიასთან ერთად 2 წლის წინ ჩვენ გავახორციელეთ.